დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებდა დაავადებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ირინა კალანდაძე იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ხალხო ირინა. მოგესალმებით. სიუჟეტში იყო ნათქვამი, რომ მოსახლეობას არ აქვს ვაქცინა და ისინი თვლიან, რომ მათი ვითარება არის საგანგაშო. თვლით თუ არა, რომ ეს რეგიონი, ეს სოფელი კონკრეტულად რუსთავი არის ეპიდემიის ზღვარზე. თქვენი ინფორმაცია როგორია? ადამიანების მიმართებაში ნამდვილად არანაირი ეპიდემიის სიტუაცია არ არის დღესდღეობით ასპინძის რაიონში და არა მხოლოდ ასპინძის, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ბრუცელოზი ეს გახლავთ საქართველოს ენდემური დაავადება, გვაქვს ასე 200-მდე შემთხვევა ყოველწლიურად ფიქსირდება საქართველოში. ასპინძის რაიონში კერძოდ ჩვენ ახლა მოვისმინეთ რუსთავში და კიდევ რამოდენიმე სოფელში 2014 წელს ჰქონდა შედარებით მომატებული შემთხვევები ადამიანებში. მაშინაც ადამიანის შემთხვევებზე გავედით მას შემდეგ, რაც რუსეთის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა ცხოველებში გამოკვლევა. ბოლო ინფორმაცია თუ გაქვთ, თუ იყვნენ თქვენი წარმომადგენლები ჩასული რუსთავში, დღეს რა ხდება, იმიტომ რომ მოსახლეობა ამბობს სრულიად ახალი სურათი. ისინი ამბობენ, რომ მოსახლეობის ნაწილი უკვე დაინფიცირებულია. თქვენ გადაამოწმეთ ეს ვერსია? დიახ, დღეს ჩვენ გადავამოწმეთ და ასპინძის რაიონში არანაირი დაავადების რაიმე ეპიდემიის ნიშნები რამდენი ადამიანია დღეს უშუალოდ ასპინძის რაიონში დაავადებული თუ გაქვთ ინფორმაცია? არც ერთი ადამიანი არ აქვს მიმდინარე წელს 2016 წელს დაავადებული, რეგისტრირებული. მაშინ მოსახლეობა საწინააღმდეგო ინფორმაციას. დაავადებული არის საქონელი, ბრუცელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს გადაეცემა დაავადებული საქონლისაგან, მათთან კონტაქტის ან საკვების გზით დაავადებული საქონლის რძის პროდუქტის თერმულად დაუმუშავებლობის შემთხვევაში მიღებული საკვებით. აქედან გამომდინარე რუსთავის მოსახლეობამ ჩვენ 2014 წელს საკმაოდ 2014 წელს ხალხებიდან ახალი ინფორმაცია მითხარით. რა უნდა ქნან ახლა ამ ადამიანებმა, რომ დაავადებული საქონლისგან მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამთ, არ გადაედოთ ეს დაავადება? თავი უნდა დაიცვან, ანუ კონტაქტისგან გამოიყენონ პირადი დაცვის საშუალებები დაავადებულ ცხოველთან თუ ყავთ მათ. პირველ რიგში უნდა მოიშორენ დაავადებული ცხოველი, აუცილებლად. სამწუხაროდ ბრუცელოზი არის დაავადება, რომელიც ცხოველებში არ ინკურნება და ექვემდებარება დაკვლას, მოშორებას. პირველ რიგში მათ უნდა მოიშორონ დაავადებული ცხოველი აუცილებლად, განაცალკევონ თუ ჯერ ვერ იშორებენ უფრო ჯანმრთელი ცხოველებისგან. შემდგომ მეორე აუცილებელი პირობა არის, რომ თავი დაიცვან პირადი თავდაცვის საშუალებებით, გამოიყენონ ხელთათმანები, დამცავი საშუალებებით ან საცმელი, ამ ცხოველებთან ურთიერთობის დროს, მოვლაპატრონობის დროს. ადამიანებში ბრუცელობის ვაქცინა, ბრუცელოზის ვაქცინაცია არ ხდება. ვაქცინაცია ხდება მხოლოდ ცხოველებში. ძალიან დიდი მადლობა ირინა კალანდაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებდა დაავადებათა